კარგი, ნანული, კიდე ნანული კაცო. კიდე ნანული პატარაზე. აბა. პატარაზე. ძალიან პატარაზე. გაუშვათ. აბა, რა სიზახის. ძალიან პატარაზე, ძალიან. ძალიან პატარაზე გია. დროს არჩევნებია ხალხო, ეს რეალობაა დღეს. აი ჩვენ ვართ აქ. ეს არის არჩევნები. არჩევნები დღეს სტარტდება რუსთაველზე და დღეს რუსთაველზე გადაწყდება ამ ქვეყნის ბედი. რას იპასუხებთ გიორგი გახარიას, რომელმაც თქვა, რომ დღევანდელი პროცესი რა დროს გიორგი გახარია ხალხო? რა დროს გახარია? არა. თავარი პროცესები მიდის აი აქ რუსთაველზე. აი ეს არის მნიშვნელოვანი. ბოლოს ამდენი ხალხი აქ როდის ნახეთ. ამ ხალხს ჯერა გამარჯვების და ამ ხალხს ჯერა რომ საქართველოს ბედი წყდება აქ და არა გერმანიაში გიორგი გახარიასთან ერთად. აი ეს არის 4 ოქტომბერი რა. 4 ოქტომბერი და ეხა კიდე 4 ოქტომბრის მერე ხო ხედავ რა შეეუდებოდა რა რომ რაღაცა დროს არჩევნებია აქ წყდებო ეხა ბედიო და ისა ეს აბსოლუტურად იგივე უბრალოდ ისა რო თქვია ეხა ბურჭულაძე რა თქვა იქიდან სცენიდან რა თორე აბსოლუტურად ყველა იგივეს ფიქრობდა რომ ის იყო მაგათი ბოლო დღე მართლა ჯერა რა ჯეროდათ მართლა იგივე ფიქრობ მე არ მგონია რომ ესენი რო ფიქრობდნენ არ მგონია იმათმა იცოდნენ აი ბურჭულაძე მიცოდა რომ სისულელე ხდებოდა ყველა მიცოდა რომ სისულელე ხდებოდა იცოდა და აჯერებდნენ ესე ხა კი რა თქმა უნდა რატო რისკავდნენ სადაც ვიწრო იქ გაწყდეს პრინციპია რა გაწყდეს კი ბატონო თავის გაიწყვიტეს და ახალგაზრდობას გადაწყვიტეს აბა როგორი რეზიდენტი გაწყვიტეს როგორი რეზიდენტი გაწყვიტეს აი პრუსიკის რეზიდენტი წვრილები როა ძალიან და ბევრი ხო იცი არა მიასწრო ეგეთი რეზიდენტი დაწყვიტეს მითხავზე ქონდა და ელისაში დიდი ჯგუთს ვერ წყვიტავი ვერა პატარა ცკაპ კაი ეხა წავიდა აბა ესა რა ქვია გავტიხროთ პატარა ხო და ეხა რა მინდოდა მეთქვა რა ძირითადად ხო ეხა ხდება ხო ნანუკას ეს ნაციონალური მოძრაობის გადაბარების პროცესი ეხა არის ხო შემოდანებით გაუშვათ აი ნახეთ ზუსტად დააკვდა ამას ყველაფერი რა აი გაუშვათ თუ შეიძლება რა Чайпси Михаил. ძალიან მოსტიხრებია. უიმე. ძალიან. ყველაფერი ნათქვამია. აბსოლუტურად. ჩვენ რაღა ვილაპარაკობ. აღარაფერს ალაპარაკო არ აქვს. შეგვიძლია დავიშალო. ანუ შენ გაიმარტივე საქმე ამ ტექნოლოგიით ხოთ რა. ლაპარაკობთ გავიმარტივე საქმე რა. არ გამოვა ეგრე.